ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით უწყებათა შორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება დიდგორი 20-25 ჩატარდა. სადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის 204 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ესწრებოდა, რომელმაც ეროვნული გვარდიის ბატალიონს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. ტარდება უწყებათა შორისი საშტაბო სამეთაურო სწავლება დიდგორი 20-25, რომელიც მოიცავს როგორც სამეთაურო, ასევე საველე კომპონენტს. აღნიშნულ სწავლებაში ფართომასშტაბით ჩართული არის ეროვნული გვარდიის 204 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი, რომელიც დაკომპლექტებულია ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობით. აღნიშნული სწავლების სცენარიდან გამომდინარე 204 ბატალიონი ახორციელებს ბოლნისის რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერ ოპერაციას, ასევე ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას. დიდგორი 20-25 ეროვნული სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო საშტაბო სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედებების დახვეწას. უწყებათა შორისი სწავლება კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა, სადაც სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. დღეს დაიწყო ეროვნული უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი 20-25, რომელიც გასტანს 7 დღის განმავლობაში. უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი ზოგადად სტარდება 2013 წლიდან. ეს მე-10 სწავლება არის, რომელშიც მონაწილეობს ყველა უწყება. მონაწილეობის დინამიკა მზარდია ყველა სწავლების განმავლობაში. წელს გაცილებით მეტი მონაწილეა ვიდრე სხვა სწავლებისას და მისი მიზანი არის უწყებათა შორისი კოორდინაციის, დაგეგმვის და აღსრულების ერთობლივად შემუშავება. დღეისათვის როგორც საველე კომპონენტზე, ისევე საშტაბო სამეთაურო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ იხვეწება ჩვენი სტრუქტურების კოორდინაცია კრიზისულ სიტუაციებში. ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რგოლი ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მართვის შტაბში, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ქვეყანამ გაართვას თავი არსებულ სიტუაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. კრწანისის პარალელურად დიდგორი 20-25-ის გახსნის ცერემონია სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა. ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.